მოგესალმებით. მიმდინარე გაკვეთილში შევისწავლით Google-ის ანგარიშის შექმნას. მისამართის ტრიქონში ავკრიფოთ gmail.com. დავადასტუროთ კლავიატურიდან Enter-ით. დავაწვეთ ღილაკს Create Account. შევავსოთ სარეგისტრაციო ფორმის ველები. სახელი, გვარი, სასურველი მომხმარებლის სახელი, რომელიც ამავდროულად იქნება ჩვენი ელექტრონული პოსტის მისამართი, შევქმნათ პაროლი, დავადასტუროთ პაროლი, შევიყვანოთ დაბადების თარიღი, ავირჩიოთ სქესი, შევიყვანოთ მობილურის ნომერი, ალტერნატიული ელექტრონული პოსტის სახელი, მოთხრობილ გრაფაში შევიყვანოთ ფოტოზე გამოსახული ციფრები, აირჩიეთ თქვენი ადგილმდებარეობა და მონიშნეთ მოცემული გრაფა, რათა დაეთანხმოთ Google-ის სერვისების გამოყენების პირობებს. რეგისტრაციის პროცესის გასაგრძელებლად დავაწვეთ მოცემულ ღილაკს. დავადასტუროთ ჩვენი ავთენტურობა მობილურის მეშვეობით. დავაწვეთ Continue ღილაკს. მობილურზე მოსული კოდი შევიყვანოთ მოცემულ გრაფაში. დავაწვეთ Continue ღილაკს. გილოცავთ, თქვენ წარმატებით გაიარეთ რეგისტრაცია. გადავიდეთ ჩვენს ელექტრონულ პოსტაზე. დავხუროთ მოცემული ფანჯარა. მოდით შევასრულოთ მარტივი სავარჯიშო. Sign out ღილაკის გამოყენებით გამოვიდეთ ჩვენი ანგარიშიდან, შემდეგ კი ვცადოთ და გავიაროთ ავტორიზაცია იმ მონაცემების შესაბამისად, რომლითაც ახლახანს დავრეგისტრირდით. მაშასე საფოსტო ყუთთან მუშაობის დასასრულებლად აუცილებელია დავაწვეთ Sign out ღილაკს. თქვენ წარმატებით გამოხვედით თქვენი ანგარიშით. გახსოვდეთ, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, თქვენი ელექტრონული პოსტის პაროლი არავის განვდოთ. დაუბრუნდეთ ჩვენს სავარჯიშოს. როგორც ხედავთ, ბროუზერმა Chrome-მა დაიმახსოვრა ჩვენი მომხმარებლის სახელი. ჩვენ ის გადაგვჩენია მოცემულ ველში მივუთითოთ რეგისტრაციისას არჩეული პაროლი და დავაწვეთ Sign in ღილაკს. გილოცავთ, თქვენ წარმატებით გაიარეთ პირველი გაკვეთილი. მომდევნო გაკვეთილში ზოგადად განვიხილავთ Google-ის სერვისებს და გავეცნობთ მათ დანიშნულებას. დროებით.